ეს რა ამბები აგიტეხიათ. ასეთი ისტერიკა ვის გაუგონია ხალხო? რა იყოთ? რა გეწყინათ ერთია? რა იყო ესეთი საწყენი და რა იყო ესეთი გულთან მისატანი და ასეთი საისტერიკო? ის რაც მე გუშინ ჩემს აუდიტორიას და ზოგადად ყველა დაინტერესებულ ადამიანს სუსის ფაილებიდან ამოღებული ინფორმაცია მივაწოდე შიოსთან მიმართებაში, ჯაღმაიძესთან მიმართებაში და მეუფე ისაიასთან მიმართებაში. ვინმემ რამე დაგაბრალათ, ვინმემ რამე ცილი დაგწამათ, ვინმემ რამე ისეთი რაღაცა გაკადრათ, რაც არის ჩამდენებიც არ ახართ და რაც არ გაგიკეთებიათ. თუ თქვენი ბიოგრაფიის ასე ცხვენიათ და თუ თქვენი ბიოგრაფია ვისაც გეხებათ, ასეთი სამარცხვინოა და ამის გამხელა თურმე ვერ ყოფილა ესა რა ქვია, კაი საკაი კაცო ჯაღმაიძის თამადობით ვამბობ მე ამ ყველაფერს. მაშინ დაიხურეთ ბიზია თავი და წადით, გაიხადეთ ის ანაფორა და წადით და მიხედეთ თქვენ საქმეს. მათემატიკოსი კი ყოფილხარ და წაეთხრიე და ასწავლე იმას რა ქვია, მათემატიკა სკოლაში ბავშვებს რა ჩემი ფეხები გინდა იმაში რა ქვია. საპატრიარქოში და ღმერთთან და სარწმუნოებასთან რა ეს საქმება. ერთ დროს ბიზნესმენს, ერთ დროს კრიმინალს, ერთ დროს რა ვიცი 1000 რაღაცაზე გადანახტომ იმას რა ქვია, თაღლიც. რა ეს საქმება? და მით უმეტეს განიკითხოს ამ ბიოლოგიურმა ნაგავმა ჯაღმაიძეზე მაქვს საუბარი. ვინ უნდა იყოს პატრიარქი და ვინ არ უნდა იყოს და ვის უნდა კონდეს დიპლომი და ვის არ უნდა კონდეს დიპლომი. ჯერ შენ თვითონ გააქვს დიპლომი? შენ თვითონ გააქვს იქ წერია რომ ჩააბარე აკადემიაში, მაგრამ დაამთავრე არსად არ წერია. ვინ ახართ ბიჭო თქვენ საერთოდ ან ეს დასირებული ჯოგნახირი რომ შემოვარდებით აქ და ილანძღებით და იმაშვებით, ნუ აი ახლა ვირისგან წიხლი არაა საწყენი და კი ბატონო ნაღდათ არ მწყინ სიმართლე გითხრათ რა ეხა რამდენი თქვენნაირი დედამოტყნული გამოვა და შემაგინებს და რამდენი ბრმა და დებილი შეურაცხყოფას მომაყენებს ნამდვილად არ მაინდა გულთან ნამდვილად არ მიბაქ მე ჩემი საქმეთ ჩემი მშობელი საგინებელი არ გამიხდია არასდროს და ჩემი თავის ალანძღავი არ გამიხდია ახლა თქვენნაირი სირი ერთს რო ეტყვიან იმას რა ქვია საპატრიარქოდან მიდით და ასე ქენთო და რომ მიდიხართ და აკეთებთ ამნაირი ხალხი რა სიტყვის მე არ მაინტერესებს არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ უნდა აინტერესებდეს იმიტომ რომ თქვენ ვიცია რო კითხოთ კაცმა ანაფორა გაცვლიათ და ღმერთს ემსახურებით და რწმენას ემსახურებით და სინამდვილეში ქრისტიანობის ქრისტეს სახელით მართლმადიდებლობის სახელით და რწმენის სახელით ებრძვით ქრისტიანობას ხო ასია ეს და რა გაგიკვირდათ ის გაგიკვირდათ რომ როდესაც ვამბობდი რომ შიომუჯირს რა გაუკეთებია ერისთვის და რა გაუკეთებია ქრისტიანობისთვის რა მსხვერპლია გაღებული როგორ მოვიდა ამდენი ხანი რატო იმსახურებს ეს ადამიანი რომ იყოს პატრიარქი რა გაკეთებული რა გეკითხებით ფუფუნების მოყვარული კაი ცხოვრების მოყვარული ხელის გულზე ნაფოფინები ხან მოსკოვში ნაცხოვრები ხან აქ ხან ამერიკაში ვიზიტებში კენტებს და მენტებს და ამგე შენახვედრი და უცებ მოვიდა და სკარაბლიანა ბალო რა რო იტყვია გაგიმარჯოს გიორგი რავი როგორ ვიქნები ძმაო რატო იმსახურებს ეს ადამიანი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრობას და ხელმძღვანელობას მე არ ვიცი იმიტომ რომ ქრისტიანობა რასაც ქვია და ქრისტიანული ცხოვრება რასაც ქვია ფუფუნებას და კაი ცხოვრებას თავშივე გამორიცხავს და როგორც აკლემი ვერ გაზრუება ნემსის ყუნჩი ისე მდიდარი ვერ შევა 60-ში ხო ასია ეს შენ ძმაო ახლა კაი ცხოვრებას გინდოდეს და გულაობაც გინდოდეს და ესეც გინდოდეს და ისიც გინდოდეს და მსხვერპლის გაღება არ გინდოდეს მასე არ ხდება ძმაო ქრისტიანობაში ასე არ ხდება ერთი რაღაცაში არ მინდა ახლა ის სიტყვა ვიხმარო ალბათ ყველა მიხვდება და სული 60-ში სექსის კონდეს დღე-დაღამე და სულიც კონდეს 60-ში არ ხდება ეგრე არ ხდება ეს იმიტომ რომ რწმენის გზა ქრისტიანობის გზა ერისადმი მსახურების გზა არის ეკლიანი და არის რთული თლად რო დალაგებული იყოს ქვეყანაში ყველაფერი და მშიერი არ იყოს და გაჭირვებული არ იყოს და ფიზიკურად და ეკონომიკურად არავის არ უჭირდეს სულიერი გაჭირვებისთვის ბრძოლა
გამოსასწორებლად თავის თავში მოიცავს ყველა გაყიდა ყველაფერი და მომყევიო ქრისტემ ხო თქვა და ვინა ბიჭო ეს ერთი რა არის ერთი მე ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა აი ამ ბრმა მადიდებლებიდან გამომდინარე ილია მეორე მაკურთხა ილია მეორე მაგზარდა და ილია მეორე დატოვა იმათ რა ქვია მოსაყდრეთ და უნდა იყოს სად გაგონილა ერთი ეს სად გაგონილა რომელ წესში წერია ეს რომელ წესში არის ეს და გამოდიხართ ეს და პატრიარქმა ასექნა და პატრიარქის რჩეულია და პატრიარქმა რადგანაც პატრიარქმა ქნა ასე უნდა პატრიარქის რჩეული იყო იოსელიანი პატრიარქის რჩეული იყო კიტოვანი პატრიარქის რჩეული იყო შევარდნაძე მერე გეკითხე არ იყო ასე ახლა ვაბრალებ რამე ეს მერე ვეკითხები ნებისმიერს პატრიარქის რჩეულებმა დაღუპეს საქართველო კი შევარდნაძემ იოსელიანმა კიტოვანმა და ჩხარტიშვილმა იმის თქვენი იმის ძმაკაცი რო ყოფილა აგერ შიოსი და ამათი დაღუპეს საქართველო რა არა ასე აბა გამოდით ახლა მაშინ და მითხარით ვინმემ რომ შევარდნაძემ ააშენა საქართველო გამოდით ვინმემ და მითხარით რომ იოსელიანმა და კიტოვანმა საქართველოსთვის გააკეთა კარგი დიახ ეს ხალხი იყო პატრიარქის რჩეულები მერე რა მოუტანა ქვეყანას პატრიარქის რჩეულებმა აღარაფერს ვამბობ ბიძინა ივანაშვილზე და აღარაფერს ვამბობ სააკაშვილზე რომელსაც პირიქით ჯვრის შეცვლა იყო დროშის შეცვლა იყო ემბლემის შეცვლა იყო თუ რა იყო პატრიარქი რო ითქოს არ იყო ასე უგონებ რამეს რატო არ გიყვართ სიმართლე და ვაიმე პატრიარქის რჩეულია და ასია ეს პატრიარქ ბიჭო ხალხს ღმერთის არ გწამთ და პატრიარქის გწამთ ახლა გინდა დამაჯეროთ ადამიანის გწამთ გეუბნებით ჯულის კანონის მიხედვით არ შეიძლება ესეთი რაღაცეები და არ შეიძლება საერთოდ არ უნდა იყოს სასულიერო პირი მისი ქმედებებიდან გამომდინარე ღმერთის არ გწამთ პატრიარქის გწამთ და მელაპარაკებით ჭეშმარიტ იმაზე მართლმადიდებლობას და ქრისტიან რა შეხება აქვს თქვენ საერთოდ მართლმადიდებლობასთან ქრისტიანობასთან სარწმუნოებასთან რა შეხება აქვს საერთოდ არაფერი თქვენ გაქვთ შეხება მარტო ძალაუფლებასთან თქვენ გინდა ძალაუფლება ისე როგორც თავის დროზე ილია მეორემ თავისი ძალაუფლებით და თავისი გავლენით მოახდინა დაკანონება შევარდნაძის უკანონო რეჟიმის საქართველოში აი ეს გინდათ და ეს უნდა იმას რა ქვია უკანონო რეჟიმსაც ზუების მერე ყველა უკანონოა აი ამისთვის გინდათ თქვენ ამისთვის გინდათ ძალაუფლება და ამისთვის გინდათ პატრიარქი თქვენი კაცი თუ არა ღმერთი სულიერება სამშობლო ქრისტიანობა ხალხი რაღაცები ფეხებზე კიდიათ მე კითხვას ვსვამ და ვერავინ ვერ მცემს პასუხს რა დამანახეთ ერთი რა ჩაიდინა სარწმუნოებისთვის და რა ჩაიდინა ერისთვის და ქვეყნისთვის შიო ჯუმაჩვენეთ ერთი მისი ბიოგრაფიაში რას ხედავთ გამეცით ერთი პასუხი მაჩვენეთ რა გააკეთა სარწმუნოებისთვის გამოვიდა დღეს და ნათლობის ისო გაგრძელდებაო რიტუალი ხო ის რასაც აკეთებდა ილია მეორე და ის რასაც აკეთებდა საპატრიარქო ადრე გაგრძელდება ის ისე კი ვიცით ეს რო ასე იქნება ასე ეს კი ვიცით ხო მე რა მოუტანა ამან ქვეყანას ჯოაკ არაფერზე არა იცი ლაპარაკი აქ არის სარწმუნოებაზე ღმერთზე და სამშობლოზე საუბარი სადაც არ შეიძლება 1% ტყვილი ითქვას და ეხლა ვინც გამოხვალთ აქ და დაიწყებთ რაღაცა იმას რა ქვია თქვენი აფირის თქვენ ბიჭო თუ შეგნება არა გაქვთ თუ განათლება არა გაქვთ თუ აი თუ ელემენტარული რაღაცა გაგაჩნიათ როგორ შეიძლება ბიჭო ადამიანმა ამ ყველაფერთან დაკავშირებით ასეთი რეაქცია ჰქონდეს ფარისევლები ხართ აფირისტები ხართ თაღლითები ხართ აბსოლუტური უმრავლესობა საერთოდ არ გაინტერესებთ ღმერთი საერთოდ არ ახავთ ღვთის მოშიშები ღვთის შიში რო გქონდეთ ამას არ იკადრებდით და გამოდიხართ აქეთ და მოდიხართ პირიქით თქვენი ფარისევლობით და თქვენი ტყუილით
და მოდიხართ აქ და აქ მე მეკაჩავებით და ხალხს რომელსაც გვაქვს ჩვენი აზრი რატო გაგვაჩნია ჩვენი აზრი რატო არა ვართ მონები რატო ვამბობ იმას რომ მეუფე ისაიას რომელსაც ამხელა დამსახურება აქვს ერის ქვეყნის სარწმუნოების წინაშე და ყველაფრის წინაშე რატო არა აქვს უფლება ელემენტარული არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და რატო აქვს ამათ უფლება ვინ ჩემი ფეხებია შიო და ვინ ჩემი ფეხები არის ჯაღმაიც რას წარმოადგენენ რა გააკეთეს იმის ფასი სარწმუნოებისთვის ქვეყნისთვის ერისთვის რაც აქ გაკეთებული ამ ადამიანს გამეცით ვინმე პასუხი მე ვერ ხვდები და თქვენ დამანახეთ გადამაყოლეთ ამ პატრიარქის რჩეულობას მე რა პატრიარქსაც ბევრი შეცდომები ჰქონდა და ქვეყნის მიმართ კი და შევარდნაძის მხარდაჭერა იოსელიანის მხარდაჭერა კი ბატონო ახალაიების დაჯილდოვება აგერ შიოს ძმაკაციც ყოფილა და გვერდში მდგომელი და ფინანსური მხარდაჭერი ვანო ჩხარტიშვილის დაჯილდოვება ჩამოგითვლით ამ ყველაფერს ჩარჩი ვაჭრობა ეკლესიაში ვისკის ერზე მოდის იგი არ ვარგა იმას ჯულის კანონი აქვს დარღვეული იმას რა ქვია ეკლესია გადაქცეული არის პირდაპირ სავაჭრო ცენტრად არა პატრიარქის ბრალი არაფერი არა პატრიარქი არაფერი შვაში არა მე ვარ შვაში მე ვარ ერმილე ნემსაძე ვარ შვაში რო ასეთი ყანდურიზმითაა ავსებული ისა ეკლესია მილიონებს და მილიარდებს ვეღარ თვლიან ჯიპზე მისან გელენდ ვაგენებით დადიან ჩემ ბრალია ეს მე მოვიყვანე ეს ხალხი მე მოუნათლე მე შემოუშვი ეკლესიაში ხო აი მე ვარ ბოროტი და შენ ხარ ისა რა ქვია კეთილი და ღვთის მოშიში და მორწმუნე ალბათ და ღმერთმა დაგოცოს და ეს დაიწყო არისტოკრატი ყოფილა მეუფეში სიტყვა არისტოკრატის მნიშვნელობა თუ იცით არისტოკრატის ფუნქცია თუ იცით ერისა და ქვეყნის წინაშე ამ ასეთმა აფირისტობამ დაღუპა ქვეყანა მე როდესაც მიწევს საუბარი სარწმუნოებაზე და სამშობლოზე გამორიცხულია იქ ღვიძლი ძმა რო იყოს ჩემი ოჯახის წევრი რო იყოს მე იმაზე რაიმე ვთქვა ხო რა თქმა უნდა ჩემი ერის და ჩემი ქვეყნის მტრები მეზიზღება და მძულს და უფალს აქვს ნათქვამი შენი მტერი გიყვარდესო მაგრამ შენი ქვეყნის და შენი რწმენის მტერი გიყვარდესო არსად არ წამიგითხია მე და დიახ მაქვს სიძულვილი იმ ხალხის მიმართ ვინც ჩემი ქვეყანა ამ დღეში ჩააგდო ხო მე აგინდა აბა უნდა მიყვარდე აბა იოსელიანი უნდა მიყვარდეს შევარდნაძე უნდა მიყვარდეს ის უნდა მიყვარდეს რა ქვია კიტოვანი უნდა მიყვარდეს ჩხარტიშვილი უნდა მიყვარდეს ხაზარაძე უნდა მიყვარდეს ახალაია უნდა მიყვარდეს იმიტომ რომ პატრიარქის რჩეულები არიან თუ შენ უნდა მიყვარდეს შე დებილო თუ ბიძინა ივანაშვილი უნდა მიყვარდეს რომელსაც გაათახსირეს ქვეყანა საერთოდ დაცალეს გადააგვარეს გადაარჯულეს რატო უნდა მიყვარდეთ რა გააკეთეთ იმის ფასი ხო შეცდომები კი არა დანაშაულებია გიორგი გეთანხმები ჩადენ რას ემსახურებით ბიჭო ვის ემსახურებით ერთი ელემენტარულად გამეცით პასუხი რაღაცა ძალას უნდა ემსახურებოდეს ხო ადამიანი ემსახურებით აი ამ ბოროტ ძალას რომელსაც სულ ფეხებზე კიდია ქვეყანა და თუ ვინმე გამოვადა რამეს იტყვის ბიჭო ეს უსამართლობაა აი იმ კაცივით მოექცევიან ბრმა კაცი რო გააგდეს იმიდან რა ქვია ეკლესიიდან და სადღაც დააგდეს ხო და ამიტომ არაფერი არ ეშველება საქართველოს, არაფერი არ ეშველება ქართველებს, სანამ ქართველი ერის სიმართლის თქმას და სიმართლის დაცვას ვერ ისწავლის. სიმართლე რაში მდგომარეობს? სიმართლე მდგომარეობს იმაში, საქართველო დაღუპა ერში საქართველო დაღუპა შევარდნაძემ, სულ აძაღლებულმა შევარდნაძემ. როგორც კი მოეთრია შინაგან საქმეთა მინისტრად თუსადმე ნაგავი იყო ყველა შეკრა და მათი მეშვეობით მართავდა ქვეყანას და მათი შვილებით, მათი შვილიშვილებით, მათი შვილთა შვილებით და მათი უჯიშო ხალხით დღემდე შევარდნაძე ცოცხალია და მოყვება მას საქართველოს მოღალატეთა კავშირი დღემდე ათახსირებენ და აქცევენ ქვეყანას
ლომის წულილი ქონდათ შეტანილი, გუშინ მონაზონს ვესაუბრე. მე უკვე ხნის ადამიანი ვარო და მახსოვს მაშინაც როგორ მოხდა არჩევა პატრიარქისო და დღესაც ვხედავ რაც ხდებაო და დაანებე შვილო თავიო. ყველა დაიღუპავ თავს რომ მაგენი თავად მოიმკიან თავისი ხელით რუისურნის ემაშიო, მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვს და ჩემი ცხოვრება მაქვს და ჩემი შეხედულება სანამ ცოცხალი ვარ, უნდა ვთქვა სიმართლე, რაც მიმაჩნია სწორად. ქრისტიანის მოვალეობა არის ეს. დარჩენს ღმერთიც გადმოხედავს მე ყველაფერს. და რაც შეეხება სასულიერო პირებს და სიმართლე რო ვილაპარაკოთ. აი ეს ყანდურებით გავსებული ეკლესია ილია მეორე მოიყვანა. ილია მეორის დამსახურება და ილია მეორის საქმე უნდა გაგრძელდეს საქართველოში. ჯულის კანონის ნაცვლად რაღაცა კერპომანია, ჭეშმარიტი ქრისტიანობის ნაცვლად რაღაცა ბოდოები და რაღაცა მითებით და ლეგენდებით და მოლანდებებით და მოჩვენებებით საუბარი და აი ამ ორძალას დაპყრობილი ყავს საქართველოს უკვე ამდენი ხანია, ახორციელებს ქართველი ერის გენოციდს, ღვთისმგმობელობას. ასია ეს. ნუ მელაპარაკებით რაღაცა ბოდოებზე. ასია ეს ჩემი სიტყვა არაა და ჩემი შეხედულება ეს არაა. ჯულის კანონია ეს. ჯულის კანონი, რომელიც არის საეკლესიო სამართალი დაწერილი ზუსტად ქრისტიანობისთვის. თუ ქრისტიანმა კაცმა როგორ უნდა იცხოვროს და ქრისტიანმა მღვდელმა როგორ უნდა იცხოვროს და აბსოლუტურად ყველგან უგულებელ ყოფილია. აბსოლუტურად უმრავლეს ეკლესიაში. ეკლესიები გადაქცეული არის სავაჭრო ცენტრებად. და რა თქმა უნდა ახლა ამ ხალხს ისეთი სასულიერო პირი, რომელიც აიძულებს რომ შეასრულოს ჯულის კანონი. და აქ უნდა ვიჯდე მე და ღმერთმა დააგვაცოს. შენ ხარ ეკლესიის მტერი. მე ვყოფილი ვარ მე ეკლესიის მტერი. და ეკლესია ვინაა? კრიმინალი, მილიონერი ჯაღმაიძე? შიო მუჯირი, კაი ცხოვრების მოყვარული, რომელიც არაფერი არ უკეთებია და შემოსავალი ქონდა სკოლის დირექტორი ყოფილა, ეს კერძო სკოლა ქონია და ბავშვს სასწავლებლებში ფულს აღდებიებდა, ალბათ რა, ასე წერია იმ ფაილებში, რომ ის თავარი შემოსავლის წყარო დახმარებების ჩხარტიშვილის, ვასაძის და ამის გარდა არის მისი ძირითადი შემოსავალი იმ სკოლაში შეტანილი ფული. შემოსავალი სკოლიდან. გაჭირვებული შვილი რომ მივიდეს და უთხრას რომ როგორც ვასაძის სკოლაში მივიდეს გაჭირვებული ნიჭიერი ბავშვი და უთხრას რომ მე თუ ზის 30 ბავშვი 31 რო დაჯდეს და უთხრას რომ ფული არ ამაქვს, ის არ ამაქვს და მასწავლე. არა შენი ადგილი აქ არა, მოცილდი აქედან წადი. ხო და ახლა რა გინდათ მე ამნაირ ადამიანებს გამოვიდე და მე თაყვანიქცეთ და მე ვიძახო ისა რა ქვია რომ თქვენ ხართ ჩემი სულიერი მამები, თქვენ ხართ ისა რა ქვია ჩვენ გვყავს ყველაზე ჯერ ეს სიტყვა უკვე მაღიზიანებს. წმინდა სინოდი. მე ახლა გადმოგილაგებთ. აი ჯერ ერთი გუშინდელი ჩემი ბლოგი ხილება არ ყოფილა. ხილება არ ყოფილა. ეს იყო ნიღბის გარეშე ადამიანები სინამდვილეში რაც არ მოადგენენ. ზუსტად ამ სამ ადამიანზე იყო ლაპარაკი. ისაია, ჯაღმაიძე და შიო მუჯირი. კომენტარებში დავდებ ამ ვიდეოს, ვისაც გაინტერესებთ და ნახეთ. თქვენ თუ ხილება გაინტერესებთ და თქვენ თუ ხილება გჭირდებათ და თუ ეს არ გაკმაყოფილეთ, აგიხსენით კიდეც, რატო შევიკავე თავი, იმიტომ შევიკავე რომ იქ გარეულია უამრავი ადამიანი. უამრავი ადამიანია გარეული, რომელსაც პოლიტიკასთან საერთოდ შეხება არ აქვს. სადაც აი როგორც ჯაღმაიძე მის სულიერ შვილებს აგენტებად ნერგავს იმისთვის რომ ინფორმაციები პირდაპირ იუდას გზაზე რო აყენებს. თუ თქვენ გინდათ მაშინ მხილება, თქვენ მიიღებთ მხილებას ჩემგან. და აი ნახავთ ერთი ვინაა წმინდა და ვინაა უწმინდური. არ გაყენებთ ხო გამჩენი? არ გასვენებთ ხო გამჩენი? საიდან ამაქვს უშიშროების ფაილები, რომელშიც ნაცების დროინდელი და ქოცების დროინდელი მონაცემებია? აი იქედან ამაქვს.
იქედან ამაკ საიდანაც უნდა მქონდეს. როდესაც ჩემზე, ჩემ ოჯახზე, ჩემ მეგობრებზე ყველაფერზე რო დაიწყეთ თვალთვალი, დევნა, პროვოკაციების მოწყობა, 1000 უბედურების, მახეების დაგება. აი იქედან ამაკ უკანონო თვალთვალი რო დააწესეთ, აი რასაც თქვენი გენერალმა, ბოზობის გენერალ-მაიორი რო ყავთ. ბოზების გენერალ-მაიორი. დინარაძე რო ამბობს. ოცდაათჯერო მეც ვისმენთო და 30ჯერო მეტი ინფორმაცია მოგდისო. ხო აი ეს 30ჯერ მეც რომ ისმენდით, უკანონოდ. ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ყველაფრის გარეშე და 1000 მახესთა სიბინძურეს რომ მიგებდით. აი როგორც უკანონოდ მეკცეოდით, მეც სხვა გზა არ მქონდა დარჩენილი და მე ჩავიგდე ხელში ის რაც უნდა ჩამეგდოდა და ამან დამიფარა და დამიცვა თქვენაერი ბოროტებისაგან. თქვენაერი ნაბოზურებისაგან. ბიძინა ივანაშვილის ლეკვების თამადობით. და ეს მე მარტო არ მაქვს. თქვენ მემუქრებით იქ შენ რაც არ უნდა შორს გეგონოს თავი შორსა, ერთი მოდით და ვნახეთ ერთი, აბა რა ბიჭები ხართ, ვის რისი ტრაკი გაქვთ და რასაც წარმოადგენთ, ერთი მოდით და ვნახეთ. ეს ერთი. და მერე და მეორე, თქვენ გონიათ მე რომ მომივიდეს, ეს მარტო მე მაქვს. ეს თქვენ გონიათ სხვას არ აქვს? თუნდაც მარტო ჩემი ნდობით აღჭურვილ ადამიანებს? და თქვენ თუ გონიათ ვინმეს მე ან ჩემი ანს თმის ღერი ჩამოუვარდება და თქვენი აგენტურის სახელები, გვარები, მისამართები, ტელეფონის ნომრები, პირადი ნომრები, სამსახურის ადგილები გამოქვეყნებული არ იქნება? ყველასი იქნება ერთი მეორის მიყოლებით. ყველასი. აი ის უზარმაზარი სუსის სანასეთკე გაბოზებული რო ყავთ ქვეყანა. ყველა კორპუსში რო 13 და 14 ნაბოზვარი რო ყავთ ჩანერგილი. და თქვენ გონიათ იმ წმინდა სინოდს რო ეძახით და იქ რო ყავთ ჩანერგილი და საერთოდ ეკლესიაში რამდენი სოდომიტი და რამდენი უბედური და ის გონით ის არ გამოვა, ან მაგათი ბიზნესები არ გამოვა, მაგათი საქმე არ გამოვა. მე შორს ვდგავარ იმიდან რომ თქვენ ღვთის შიში რო გქონდეთ ადამიანს ამას არ გააკეთებდით. ყოველ შემთხვევაში ეწოდინებათ საქართველოში ბოზი ვინაა, ჩატალახი ვინაა, ვინასეთკა და ვინ გაბოზებულია მთელი ქვეყანა. გონიათ ასე არ მოხდება? ანუ ვისი მომერიდება? ან რატო უნდა მომერიდოს? ერთადერთი რის გამოც ვიკავებ თავს, ეს ერთადერთი რამე არის რომ მე მაინც ადამიანი ვარ, ქრისტიანი ადამიანი ვარ. ყოველ შემთხვევაში ეს მიმაჩნია ჩემი თავი. და მან შეიძლება დიდი უბედურება მოიტანოს, ხალხი გადაიკიდოს ერთმანეთს, მოხდეს ხოცვაჟლეტვა, უბედურება ვინ ვისად ჩაუშვია. ვინ ვისთან უბოზია, ვინ ვისთან უჩათლახია, ბიძაშვილს, მამიდაშვილს, მეგობარს, შინაურს, ახლობელს და ასე შემდეგ და ხალხმა დაწყვიტოს ერთმანეთი. და ამას ვერ იდები. სხვა არაფერი არ მაკავებს მე. და დანარჩენი კიდე თქვენ რანაირი წმინდანები ხართ? თქვენ რანაირი წმინდა სინოდი გაქვთ? თქვენ რამდენჯერა გაქვთ ჯულის კანონი დარღვეული, თქვენთან რამდენი სოდომიტი არის? წყნარად იყავით. ზოგ-ზოგი ერთებმა ისწავლეს შხუა, რომ სანამ ჩემზე სიტყვას დაასრულებენ, მანამდე ჩუმად აგდიან. მაგრამ თუ კიდე მეც გააგრძელებთ, დანარჩენ სერიებსაც ელოდეთ. და მე მაგას არ ვაკეთებ სეირის საყურებლად. მე ამ ყველაფერს ვაკეთებ ერთადერთი მიზნით. ხალხმა იცოდეს, სასიკეთოდ ვაპირებ ამ ყველაფრის გამოყენებას. როდესაც ასეთი 1000ჯერ გასრულ გამოსრულები ხილება გინდათ. შემოგევლე მიშა ძმაო, ამ დედამიწაზე მოვლენილები ყველა წარმოვალები ვართ, ადრე თუ გვიანდავი როგორ წავდგებით უფალთან და შენი და შენაირი ადამიანების სახით უამრავი მეგობარი მყავს, რამე რომ მივიდეს, ვინმეს რა მოუვა, მაგის წარმოდგენაც არ მინდა. ამათ მაინც ვაფრთხილებ, რომ იცოდნენ. დამოვიდა რა, წადით ბიზია, დაანებეთ თავი. ჩვენი ქვეყნის საქმე ამიტომ იდის უკუღმა. ქართველ ერს მოტყუებით, თაღლითობით,
1000-ნაირი აფიორით უარი ათქმევიეს მართლმადიდებლობაზე და მართლმადიდებელი ქართველი ერი გადააქციეს ფარისევლების ბრბოთ, რომლებმაც საერთოდ არ იციან რა არის ქრისტიანობა, რომლებმაც საერთოდ არ იციან რა არის ჯულის კანონი, საერთოდ არ იციან რა არის შავი, რა არის თეთრი, რა არის სწორი, რა არის არასწორი, შემოგდებული აქვს კერპომანია და ამ კერპომანიით მართავენ ამ ქვეყანას. ამი აქედან მოდის მთელი უბედურება. საშველი და ხსნა ჩვენი ერის და ჩვენი ქვეყნის შეიძლება წამოვიდეს იქედან თევზი ხარს თავიდან. შეიძლება წამოვიდეს იქედან საიდანაც ყოველთვის მოდიოდა. სიკეთე ქართველი ერის და ქართველი ერის სიკეთე მოდიოდა ზუსტად იქედან, როდესაც სასულიერო პირებიდან იყო პირველ რიგში გაწმენდილი იქაობა. და ეს იყო ზუსტად რუის-ურბნისის კრება. არ შეიძლება ხორცი იყოს ჯამრთელი და სული იყოს ავადმყოფი. არ შეიძლება. ისია ეს. სულიერად დაავადებული ქართველი ერი ვერასდროს ვერ იქნება ნორმალური სახელმწიფოს ამშენებელი. სულიერად დაავადებული ერი ფიზიკურადაც ავადმყოფი იქნება ყოველთვის. და ფიზიკურად არის დღეს დაავადებული ქართველი ერი, იმიტომ რომ სულიერადაა დაავადებული და რაც ამ ყველაფერში ამ სასულიერო პირებს წვლილი აქვს შეტანილი ქართველი ერის გადაგვარებაში. არ ვიცი ახლა რა როგორ ვთქვა რა. დამიჯერეთ შევარდნაძეზე მეტი წვლილი აქვს შეტანილი რა. დამიჯერეთ. მათ დააკანონეს საქართველოში უკანონობა. მათ ყველაფერმა. იმიტომ რომ ხალხს ჭეშმარიტი ქრისტიანობის მაგივრად ყველამ დალოცოს ჩვენი მხედრობა და ჩვენი ვის ლოცავთ? განკაცებულ სატანას ლოცავთ? განკაცებულ სატანას ლოცავდით? ჩემო დავით, მომისმინე მეტი რაღა უნდა გადავეკიდოთ ერთმანეთს, რომ ისედაც გადაკიდებული ვართ, რომ ყოველთვის შეიძლება იყოს უარესი. ყოველთვის შეიძლება იყოს უარესი. ყოველთვის შეიძლება ერთ რაღაცას გეტყვი რა, დიდი ძალა დიდ პასუხისგებლობას მოითხოვს. მე არც ჩემი თავი მეწოდება და არც ჩემი ოჯახი მეწოდება თუ ჩემი ქვეყნისთვის რამე სიკეთეს გავაკეთებ. მაგრამ სერის საყურებლად და ერთმანეთი ოქრო დავთესო და ჩემი ჭკუით და ის ამოვიდეს გესლისხე, ეგ არ მინდა. ამიტომ ვიცი მე რასაც ვაკეთებ და ვიცი როგორც ვაკეთებ. თუ ვინმეს უნდა ჭეშმარიტად გადარჩენა და თუ ვინმეს უნდა ჭეშმარიტად სწორ გზაზე დადგომა და შავი და თეთრი იგრძნოს როგორც ერში და ისე ბერში და მართლა აინტერესებს და მართლაც ადარდებს სულიერი ცხოვრება და ქრისტიანული ცხოვრება და სწორ გზაზე სიარული, გადაშალეთ ბატონო, დიდი ჯულის კანონი არ არის რაღაცა უსაშველო დიდი, პლუს რუის-ურბნისის კრება და წაიკითხეთ ის და გაიაზრეთ ის, რაც იქ წერია. არ ვიცი ჩემო ძმაო, ახლა ვინაა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი და ვინ არაა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. მე ჭეშმარიტი მართლმადიდებლების ნაცვლად საქართველოში მე ვხედავ კერპთაყვანისცემლებს და მე ვხედავ საქართველოში ფარისევლებს. ჭეშმარიტი მართლმადიდებლები საქართველოში ძალიან ცოტა თუ არიან დარჩენილი. ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა პირველ რიგში წესიერებას მოითხოვს. და რამდენ წესიერ ადამიანს იცნობთ ირგვლივ, იმდენი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არის ირგვლივ. ნუ შეიძლება იყოს ადამიანი სხვა რელიგიის, კაცო, მაგას არ ვამბობ, რომ სხვა რელიგიის ადამიანი შეიძლება უწესო ადამიანი იყოს და ვინმე მასე არ გაიგოს, კაცო, უამრავი მუსულმანი ვიცი და უამრავი სხვა რელიგიის მიმდევარი ვიცი, რომ წესიერია, ბუნებით წესიერია. რომლებიც ამ ყანდურებს რო კითხო, თურმე 60-ში ვერ მოხდებიან. არა, ჯაღმაიძე მოხდება 60-ში და ეგენი არა. ხო. დიპლომი არ ექნება თეთყობა ეს ღმერთთან წარსადგენი და ღმერთი ეტყვის წადი დიპლომი აიღე და მე შეგიშვებთო 60-ში. აი აქამდე დავეცით. და აი აქამდე დაეცა ქვეყანა. ასია. უკეთეს არც უნდა ელოდე. ნუ ასია ჩემო ძმაო, ზუსტად აუცილებლობა არის ახლა დამდგარი. აუცილებლობა არის დამდგარი თუ არა. მე ამ ფაილებს წლების მანძილზე ვაგროვებდი.
წლების მანძილზე ვაგროვებდი სხვადასხვა წყაროებიდან. როგორც იქნა ძირითად უმრავლესობას ქვეყანაში დღეს 99% ვინც არის, ვინც მოქმედებს, ეხლა არ ვამბობ თქვათ 1 წლის და 6 თვის და 7 თვის მანძილზე ვინც გამოჩნდა ამ პოლიტიკურ სცენაზე და ემაზე. მათზე არ მაქვს შეიძლება ინფორმაცია თაობა გაიზარდა, მაგრამ თანარჩენზე ყველაზე მაქვს. და ყველა ვიცი. სამოქალაქო აქტივიც, პოლიტიკოსებიც და ესენიც და მე მინდა გითხრა, რომ ძალიან ბედნიერები ხართ, რო არ იცით რა. ძალიან ბედნიერები ხართ, რო არ იცით. დედასკეფიცები თქვენ რო ისიცოდეთ, რა ხდება სინამდვილეში, გული გახეთქილი გექნებოდა დიდი ხნის უკან. რა გიგოს შემოძმაო, ეკლესია რო თალმუდის მადიდებლებით არიან რა, ებრაული შანდლები არა? რა, ეკუმენიზმის იმაში მწვალებლობა არ იყო, ერთად რო ლოცულობდნენ? რა, ისა ლამის ხანუკა და ის რო ერთად აღნიშნეს შენ შემოგივლეთ, შემოძმაო, რა, ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი პატივისცემი თქვენს მიმართებაში. მაგრამ მე თვითონ ვიცი, რასაც ვაკეთებ და რასაც საუბრობ და რასაც ვლაპარაკობ, იმიტომ რომ არ შეიძლება ერთი მეორედან განცალკევებული იყოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ის ხალხი, რომელ ხალხსაც თქვენ ერში ხედავთ, რო კითხო ის ხალხი მრევლია. რო კითხო ის ხალხი აღმსარებელი ქრისტიანია. რომ კითხო იმ ხალხს, როცა მოვა აღდგომა, როცა მოვა შობა, როცა იქნება ქრისტიანული დღესასწაულები, სანთლებს დაიკავებენ და გავარდებიან ეკლესიაში დიდი იმით, რა ქვია, დიდი ქრისტიანული მოწოდებებით. მე ეს ხალხი ადგება, დღეს შობაზე წავა, ხვალ ხანუკაზე წავა. ხანუკაზე წავა, ხვალ ზეგ ბაირამობაზე წავა. ხო და ასე წავა რა, ესა რა ქვია. გეტყვიან მე ესა რა ქვია, რომ აი თურმე ესეთი ქრისტიანები არის. არ არიან ეს ხალხი ქრისტიანები, ესენი ყველა რჯულის უარმყოფელი ჩვეულებრივი სატანისტები არიან. ასია ეს. და რაც ბიჭო, რამეს ხო არ გაბრალებთ? რამეს ხო არ გაბრალებთ? როგორ შეგიძლიათ ელემენტარული სასულიერო პირები გერქვათ და ფუფუნებაში ცხოვრობდეთ? როგორ შეგიძლიათ, ბიჭო, 800 ჩვილი კვდებოდეს ქვეყანაში ყოველწლიურად და თქვენ 120,000-იანი ჯიპებით დადიოდით. როგორ შეგიძლიათ ეს? აგერ სერბეთის პატრიარქითლად ავტობუსით დადიოდა. აჩუქეს მეუფე ისაიასაც ჯიპი. გაყიდა ის ჯიპი და ბავშვებს ავტობუსი უყიდა. რომ სოფლიდან სასწავლებელში ავტობუსით ევლო. რატო გაქვთ მე პრეტენზია, რომ თქვენს მიმართებაში მაქვს ესეთი დამოკიდებულება? ჩემ რწმენას ეხება, ჩემ სარწმუნოებას ეხება, ჩემ ყველაზე ძვირფას. ჩერ უფალი და სარწმუნოებაა და მე არის სხვა დანარჩენი ყველაფერი. და როგორ აგაქვთ ესა, რა ქვია? თან როგორი ისა გაქვთ ისი წარმოდგენა? ამათ როგორი წარმოდგენა? აი ეს ყველაფერი უნდა გაგვიკეთონ. წმენა უნდა შეურაცხონ. ჯულის კანონი უნდა დაარღვიონ, 1000 სიბინძურეები უნდა გაუკეთონ საქართველოს და ქართველ ერს და მე ჩვენ ყველაფერთან ერთად უნდა ვიყოთ ჩმორები, რომ ამის თქმის უფლება არ გქონდეს. და თურმე მე ვინ მომცა უფლება, შენ ვინ მოგცა უფლება და როგორც როდესაც ხედავ, რომ შენი ეგრეთ წოდებული სულიერი მოძღვარი თუ პატრიარქი თუ ეპარქიის ხელმძღვანელი თუ ვიღაცა ეშმაკის გზაზე არის დამდგარი და ჯულის კანონს არღვევს, აბსოლუტურად ყველა ქრისტიანს აქვს უფლება გაწყვიტოს ევქარისტიული კავშირი ამ ხალხთან. ვინ ახართ ბიჭო თქვენ? ვინ ახართ თქვენ? ყველაფერი ამათ თავზეა აღებული ჩემოძმაო. არა თუ ეკლესია უნდა იყოს მაგათ ხელში, მაგათმა უნდა მართონ ასევე ისა რა ქვია, ვის მიცენ ხმა და ვის არ მიცენ ხმა. პირველ რიგში სასულიერო პირობა თუ ღმერთს ამოაცლი და სარწმუნოებას ამოაცლი და დატოვებ მარტო რიტუალებზე ეკლესიას, ეს არის ძალაუფლება. ეს არის ჩვეულებრივი ძალაუფლება. მეტი არაფერი. მასების სამართავი.
თუ რწმენას ამოაცლი ამ ყველაფერს. იმიტომ რომ ამდენი მრევლი ყავს, ამდენ ადამიანს შენი სიტყვა ესმის, ამდენი ადამიანი მზადაა გააკეთოს ის რასაც შენ ეტყვი და შენ თვითონ თუ ხარ უღმერთო, ურწმუნო, ურჯულო და სჯულის კანონით დამრღვევი და რა ვიცი, უღმერთო ადამიანი, ჩვეულებრივად მოახდენ ამ მასების და ესა ძალაუფლება. იყენებ თქვენ ძალაუფლებას, ამისთვის გინდათ. მოგვარებული აქვს ჯაღმაიძე სხვათა შორის. ურიებთან გემრიელად მოგვარებული აქვს. და ეს ბრმად-მადიდებლები სანამ მიხვალთ ვიზიადა, სანამ აღსარებას ვეტყვი და ჩემმა მამაომ ასე მითხრა, შენმა მამაომ თუ იგი გითხრა, რაც ჯულის კანონში არის. რაც წერია ჯულის კანონში. ის თუ გითხრა, კი ბატონო. მაგრამ შენ თუ შენმა მამაომ ის გითხრა, რაც ჯულის კანონში არ წერია და დარღვევა, შენი მამაოს და შენ წეული ხართ ორივე. რატო იქცევა? აი, მრევლის რო ემათო იქცევა. რატო იქცევა, ჩემო ძმაო? იყო თავის დროზე არსებობდა სასულიერო პირები, არსებობდა ქრისტიანული ქართველი კაცის ცხოვრება და ქრისტიანი ადამიანის ცხოვრება ძირითადში იყო ერთი და იგივე. ამის წყალობით მოაღწია საქართველოს დღეს ამ პატარა ერთმა მუჭა ერმა აქამდე. ჯერ მოხდა ბოლშევიკები მოვიდნენ, რომლებაც საერთოდ გადმოასწორეს ყველაფერი, დაანგრიეს, მოანგრიეს, რელიგია საერთოდ გამოაცალეს ხალხს. ცხონებულის ზვიადი ამბობდა, ხალხმა არც ეს ახალი მიიღო და არც ის ძველი დაუტოვესო და დარჩა ხალხი იდეოლოგიზირებული. მერე როდესაც დაიწყო იმ სისტემამ ნგრევა და აღდგენა და ნორმალური სიტუაცია, რომ უნდა დამდგარიყო და რო ვერ მოერიეს ღმერთს და სარწმუნოებას, მეორე უფრო მზაკრული გააკეთეს. ეკლესია აავსეს აგენტურით. რაც გააკეთა შევარდნაძემ. რაც აკეთებდა კგბ. და არა მარტო კგბ-ს ხვებიც აკეთებდნენ ამას. მიხვდნენ, რომ სარწმუნოებას ვერ მოერეოდნენ. და შექმნეს ფსევდოქრისტიანობა. შექმნეს მასების სამართავად გამოიყენეს და დღესაც იგივე მეთოდით მიმდინარეობს. და ხალხმა რეალურად დაივიწყა რა იყო სარწმუნოება, რა იყო ქრისტიანობა, რა იყო ჯულის კანონი. ადრე ძველად მღვდელი, როდესაც ხალხს გადაცემდა ჯულის კანონით ასწავლო ყველაფერს, ხო? შეიძლება მრევლი იყო, წერა-კითხვის უცოდინარი და წიგნი არ ქონოდა წაკითხული, მაგრამ ჯულის კანონი ტრადიციად ქონდა, ქცეული და იცოდა რა უნდა გაეკეთებია და რა არ უნდა გაეკეთებია. და დღეს ეს აღარაა. თქვენ გონიათ ძველ დროში არ იყვნენ ესეთი მოღალატე მღვდლები? იყვნენ. როგორ არ იყვნენ? იყვნენ. ჯერ კიდე გორგასლის პერიოდიდან კბილებში ჩაარტყა გორგასალს მეფეს, მირონცხებულ მეფეს კბილებში ჩაარტყა წიხლი კათალიკოსმა და კბილები ჩაუმდრია. არ იყო ასე? იყო. არ იყო სოლომონ პირველის დროს, როდესაც ტყვეთა გაყიდვა აკრძალა, არ გამოვიდა სასულიერო პირი და არ დაწყევლა მეფე, არ გადასცა, რომ ლუკმა გამოგვიგდა პირიდანო, იმიტომ რომ თოთო ბავშვების ყიდვა გაყიდვით თურქებთან ფულშოულობდნენ მაშინდელი ყანდურები. ხო იყო ასე. მაგრამ ამ ყველაფერს მერე ფიცის კაცებმა და წესიერმა სასულიერო პირებმა მოუარეს. ხო და დღეს ჩემო კარგო დარჩა სრულიად დეიდეოლოგიზირებული, სრულიად უღმერთოდ, ურწმუნოდ, ურჯულოდ, მithumetes გლობალიზაციის ეპოქაში საერთოდ სარწმუნოების ადგილი არ არის, ყველგან ებრძვიან რწმენას და ყველგან ებრძვიან ღმერთს და ყველგან 1000 გამოსაშტერებელი შემოვიდა და რეალურად სოდნე იმის თუ რა არის ქრისტიანობა და რა არის ქრისტიანული გზა სკოლიდან საერთოდ ამოიღეს, ყველაფრიდან გააკრეს. და როდესაც შენ ამას ლაპარაკობ, ხო? ჯერ ამ ლიბერალისტი ჩათლახებისთვის ახარ მიუღებელი. და მერე მიუღებელი ხარ ამ ყანდურებისთვის. რა შეჭირდება ახლა ჯაღმაიძეს ჩემნაირი მოლაპარაკე? რა შეჭირდება? ამიტოა ჩემო ძმაო, განამეტანი გააკერპეს მღვდლები საქართველოშიო.
10 მცნება ვერ ისწავლა ხალხმა. 10 მცნებაში მეორე არის ეგ. მეორე მცნება არის, ხო არ მეშლება კაცო. პირველი არის მე ვარ უფალი ღმერთი შენი და მეორე არის არაქმენ არანაირი კერპი და არცა ყოვლისა მსგავსი. რა მნიშვნელობა აქვს შენ უსულოსაგანს გაიხდი კერპად თუ ადამიანს გაიხდი კერპად. ის არავის არ ახსოვს რომ ყველა კაცი ცრუ არის და მიენდეთ მხოლოდ ღმერთს. ღმერთის სიტყვები რაცაა დაწერილი ის თურმე არ ყოფილა საჭირო. მონაზონი გამოდის და ამბობს. ჩვენო იმაშიო რა ქვიაო ეკლესიაშიო ჯულის კანონი არ გვაინტერესებსო. ჩვენო ყავსო პატრიარქიო და ჩვენო მითო ვიქცევითო. ისიც არ იცის რას ამბობს. აბა სახარებიდან გამომდინარე არა ჯულის კანონი? სახარების დამცველი არა ჯულის კანონი? განმარტება არა? დოგმატიკა არა? რა არის სწორი და რა არის არასწორი? ეგ არ აინტერესებს ძმაო, სავსეა ეკლესიაში მიხვალ აგერ გული გაგისკდება ძმაო. სატანებს აქვს ადამიანის სული ჩაბარებული, ამ უღირს მღვდლებს. გულის განკითხვა რა შეიძლება ძმაო, მღვდელი რა შეიძლება განეკითხო კაცო. მღვდელი როგორ შეიძლება კაცო? მღვდელი ისა რა ქვია. განკითხვა არავის არ შეიძლება. განკითხვა რასაც ქვია. მხილება ყველას შეიძლება. მხილება ყველას შეიძლება. როდესაც ეკლესიები გავშლებულია მშიერით, მწყურვალით, გაჭირვებულით, რომ იდიხარ იქ და გარეთ სანთელი ხელში უკავიათ, ან ბზობა რო არის გარეთ ყიდიან და რომ იხვალ ადამიანი. იქ და სანამ შეხვიდოდე ეკლესიაში სავსე როა გაჭირვებით ამ დროს მოვა მღვდელი. გაჩერდება 120,000 ევროიანი ჯიპი. გადმოვა ამ 120,000 ევროიანი ჯიპიდან. ერთი 5,000, 6,000 ტანსაცმლის ჩამსმელი ხელში ეჭირება ოქროს სკიპტრა, თავზე ეხურება ბრილიანტები და მოვარდებიან ისინი, რა ქვია, მორჩილები და კიდე ამას გაუსწორებენ და იმას გაუსწორებენ და ხელის გულზე რო არიან, რო შეიყვანონ და აბა გაჭირვებული არ დაინახოს და აბა აი ეკლესიის გარეთ სანთელი არ იყიდოთ, აკურთხი არა. რა შეხება აქ ამას ქრისტიანობასთან? დიდი ჯულის კანონის მიხედვით, არათუ ეკლესიაში, ეკლესიის ტერიტორიაზეც კი არ შეიძლება სანთლის გაყიდვა. ეკლესიაში ერთადერთი რაც შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ შესაწირის ყუთი არის, იმიტომ რომ აღებმიცემობა ეკლესიაში და ეკლესიის ტერიტორიაზე დაგმობილია. ერთადერთხელ ჩავარდა უფალი მრისყანებაში, როდესაც გამოყარა ეს ყანდურები იქედან. არ ვიცი ჩემო ძმაო, მე მაგდენ ფილოსოფიას ვერ გავიგებ, ზოგჯერ თმას ჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების, არ ვიცი, მე ვიცი ერთი რაღაცა. როდესაც ხედავ, რომ ქრისტეს სახელით ებრძვიან ქრისტიანობას, როდესაც ხედავ, რომ ეს ვითომ მღვდლები და ეს ვითომ სასულიერო პირები პირიქით უკუღმა გზაზე აყენებენ ხალხს. ამათი ახსარებებით, ამათი იმით 1000 სიბინძურეს აკეთებენ. ვალდებული ხარ, რომ ეს თქვა და ჭეშმარიტი ქრისტიანობისკენ მოუწოდო. ჭეშმარიტი ქრისტიანობისკენ და ჭეშმარიტი ქრისტიანობა არის ჯულის კანონში. ვინც იცის, რაშია საჭირო მღვდელი რისთვის სჭირდება ადამიანს? რისთვის სჭირდება მღვდელი? დავანებოთ თავი რიტუალებს. მივედი მე გზაცდენილი ადამიანი, რომელმაც ყველა ცოდვილები ვართ, რაღაცა ცოდვა ჩავიდინე მაწუხებს და მინდა ამის გამოსწორება. და ვეკითხები რჩევას უფალ, იმას მღვდელს, რომელმაც თავისი მხრიდან ზეპირად უნდა იცოდეს დიდი ჯულის კანონი, რომელიც ხალხისთვის, ასევე იმისთვის, რა ქვია, სასულიერო პირებისთვის იდენტურია. და მე არ ვიცი ეს გავაფუჭე და რა გავაკეთო. იმან მისი აზრი კი არ უნდა გითხრას. ამ დანაშაულზე რა შესაბამისი ქმედება არის საჭირო და რა არის ეს გათვალისწინებული ჯულის კანონით, ის უნდა გითხრას და უნდა განგიმარტოს და გზაცდენილი ადამიანი უნდა დაგაყენოს გზაზე. საქართველოში
ქართული სამართალი ეფუძნებოდა ჯულის კანონს. ძირითადში. ამიტომ იყო ის ქართველი კაცისთვის მისაღები. ასე იყო ეს. დღეს აქედან და იქედან როულია. იგივე ის სვანური სამართალი, რომლის საერთოდ მახინჯი გაგება არის და რაღაცა მარტო სისხლის აღება გონია, სისხლის აღება არ იყო სამართალი. სისხლის აღება სვანური სამართლიდან გასულა იყო საერთოდ, სამართლიდან გასულა იყო. არასდროს სვანურ სამართალში არასდროს არ ყოფილა პრეცედენტი და არ შეიძლებოდა ადამიანის მკვლელობა გადაეწყვიტათ მოსამართლეებს, იმიტომ რომ არაკაც ტკლა ეს პირდაპირ მოდიოდა უფლიდა. პირიქით, მედიატორობა, შემრიგებლობა არ უნდათ ძმაო ეს და უნდათ ეს ევროპის დაწერილი სამართალი და უღმერთო და ურჯულო და ურწმუნო. ეს ურჩევნოდა, ცოლი ქმარს გაუბრაზდება და ან ქმარი ცოლს და წავა და ციხეა გაკავსებული. აი ესეთ სამართალი უნდათ. მივიღეთ ესეთი. ლილე, მარტო ახლა კი არ ყოფილა ეს, რომ მღვდელს ჩააბარე აღსარება და მღვდელმა ეს გადასცა სამართალდამცავებს. თქვენ რა გონიათ? კომუნისტების დროს ყველა ფილმში ძირითადად მღვდელი ცუდად რატო არის გამოყვანილი? რატო არის? ბოლშევიკები როდესაც მოვიდნენ, ბოლშევიკებმა საიდან ქონდათ ამდენი ინფორმაცია? მიადგნენ მღვდლებს და იცოდნენ, რომ საიდუმლო, აღსარების საიდუმლო ქონდათ მათ. მიადეს დანაყელზე და უთხრეს, აბა ახლა არ მეტყვი ყველაფერს, არ მეტყვი და მე თუ არა ჩამოგახჩევთ, ამას გიზამთ, იმას გიზამთ და მე თუ ახლაო გამიშვებთო, ხელშეუხებლათო და მე იგი ასეთი ხალხი ამბობდა, რომ აიძულებდნენ იმას მღვდლობას და იმიტომ იყო მღვდელი. ჩამოარაკრაკებდა ყველაფერი ძირითადში ჩამოარაკრაკეს ყველაფერი. მორჩა დამთავრდა. გამოსავალი არის ჩემო ძმაო, მაგას ვამბობდი. ნორმალური ქრისტიანი, მე არ ვიცი რა არის პრორუსი მღვდელი და პროევროპელი მღვდელი. მე ვიცი ერთი რაღაცა. მღვდელი უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი. მართლმადიდებელი ქრისტიანი პატრიარქის სათავეში, რუის ურბნისის კრების გადაწყვეტილების რეალიზება ქართულ ეკლესიაში, სახელმწიფო რელიგიათ მართლმადიდებლობის გამოცხადება, ჯულის კანონის და საერო ხელისუფლების მიერ დაჯდომა, შემუშავება ახალი ქართული კანონმდებლობის და ამით სახელმწიფო ცხოვრება. აი ეს არის გამოსავალი ახლა და ეს როგორ გაკეთდება და ვინ გააკეთებს, ეს ცალკე საკითხია. ნახე, ჩვენ თუ გვინდა ასე. თუ არ გვინდა, არც ეს არაა პრობლემა. არ არის ეს პრობლემა. მაგრამ ამ შემთხვევაში აი ესეც საქართველოს მივიღებთ. ცხალებულ გამსახურდიას რო უთხრეს. მე არავის იდეალიზაციას არ ვახდე, მე ფაქტების კონსტატაციას ვახდე. მაგრამ რას აიჩემე ეს ეროვნული სახელმწიფო? რატო აიჩემეო? არ შეიძლებოდაო ლიბერალური სახელმწიფო აშენებულიყო, სხვა იდეოლოგიების პანაცია იყო, იმიტომ რომ საქართველოს ერთადერთი და ქართველი კაცის ფენომენის განვითარება მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ საქართველოში არის შესაძლებელიო თუ არა? არაეროვნულ ქვეყანაში საქართველოს განვითარებას ვერ პოვებს გადაშენდება უბრალოდო და არ გვინდა ესეთი ცხოვრებაო კაცო და იხსნეს პროვინციული ფაშიზმიდან ერმა და ბერმა საქართველოს და ახლა ცხოვრობთ იმათ და მათ შთამომავლებით. გაიმარჯვებს, ადამიანი ამ დედამიწაზე ტანჯვისთვის ყოფილა მოვლენილი და ახლა ვისაც უნდა ძმაო ისეთი ცხოვრება გააგრძელებს ისეთ ცხოვრებას და მერე ვინმე მართვას რატო ვისჯებითო. ამიტომ ვისჯებით. და ამიტომ დაისჯება საქართველოს მომავალში და ამიტომ დაისჯება ქართველი ერი და მერე იტყვის ხალხი რომ მე ეს არ ვიცოდი. რა ვქნათ ახლა? მე შენ 1 2 3 და 4 ამას ვერ უშველის ხალხს ევროპული ცხოვრება უნდა, ხალხს ევროპული სამართალი უნდა, ხალხს ნაჩქოცობა უნდა, ხალხს ჯიპების ყოლა უნდა და თან ის უნდა ბიზნესები და ქონებები და კაი ცხოვრება უნდა და უნდათ რომ ასე გაბრწყინდეს იბერია და ვერ გაბრწყინდება ასე იბერია. აბოლეს ატყუეს ეს ხალხი.
1000 ლეგენდები, 1000 ტყუილები მოიგონეს. პატრიარქი მანამდე არ გარდაიცვლება, სანამდე საქართველო არ გამთლიანდება. იგივეს ამბობდა შევარდნაძეც. მეო ისე არ წავალ პოსტიდან, რომ გაგრაში თუ არ დავისვენებ. ჩაძაღლდა შევარდნაძე, ამოძრა სული ისე, რომ გაგრაში დაისვენა კი არა, ისე დაიმარხა, რომ თავზე ადგას ისა, რა ქვია, იარაღიანი კაცი. გარდაიცვალა პატრიარქიც. პატრიარქის გარდაცვალებაზე ცალკე ამბავი იყო. თებში წავალთ. მეორედ მოსვლას იქ შევხვდებით. ხალხი მართლა ამას ელოდა. იბერია გაბწყინდება. გაბწყინდა? გაბწყინდა? გადარჩა? დადგა ბოლო ჟამი? ასია. სიმართლის თქმა საქართველოში ყოველთვის იყო დაჟჯადი. როდესაც არაქართული ხელისუფლება იყო, სამშობლოს სიყვარული ყოველთვის იყო დაჟჯადი. რადგან მოღალატეების ხელში იყო ქვეყანა და ყოველთვის ასე იქნება და ყოველთვის ასე გაგრძელდება, სანამდე საქართველო იქნება მოღალატეების ხელში. მოღალატეების და ფარისევლების ხელში. მერე ნურავინ უიტყვის იმას, რომ თურმე არ ვიცოდი. რა ვიცი, მე მგონი შესაბამისად ხსნი ყველაფერს ჩემი ერთი რიგეთი ქრისტიანის თვალით, ქართველის თვალით დანახული ჩემი ქვეყნის უბედურება. თუ ეს ასე არაა, აგერ 300-მდე ადამიანი იყურება, ამოვიდეს და გამცეს პასუხი, რომ ასე არაა. რასია ჩემოსმა უნდა განათლდეს ადამიანი და სწორი განათლება უნდა მიიღოს და არასწორ განათლებას აძლევენ. იგივე იმ სემინარიებშიც, იგივე იმ სკოლაშიც. რაში არის სწორი განათლება საქართველოში? რაში არის? სკოლას ამთავრებს დღევანდელი ქართველი, აიღე დღევანდელი სკოლა დამთავრებულმა ქართველმა რა იცის საქართველოს ისტორიის, რა იცის ქრისტიანობის მართლმადიდებლობის და რა იცის საერთოდ მისი ქვეყნის ირგვლივ. 9 აპრილი არ იცის ხალხმა რა იყო. დიდგორის ბრძოლა არ იცის, შოთა რუსთაველი არ იცის ვინ. დაამთავრებენ აკადემიას, სასულიერო აკადემიას. და ჟულის კანონი არ იცის ხალხმა რა არის და რა ფუნქცია მოვალეობა გააჩნია. სტალინის კონდა ამარი ნათქვამი. რო აშენო, უნდა იცოდეო და რო იცოდე იმისთვის უნდა ისწავლო. ვინ იძლევა ამ განათლებას? იძლევა ისევ და ისევ ეს სისტემა. იძლევა ისევ კაკოია თაბაგარი და სეთური. ყვარყვარე და კანდური. ესა რა სიმართლით და სამართლითაც ცხოვრობთ, არა ისე მიგდის საქმე. ორჩა დამთავრდა. და ამის თქმა მინდოდა. არაფერი მე არავისთვის არაფერი არ დამიბრალებია. არავისთვის მე ცილი არ დამიწამებია, არავისთვის ტალახი არ მისვრია. თქვი ის რაც არის. თუ ვინმეს მისი ბიოგრაფიის წხვენია, თუ ვინმეს უკან მოხედვის წხვენია, ვიცი ახლა ჯაღმაიძე იქნება თუ სხვა იქნება და თავისი ცხოვრების წესის წხვენია და თავისი ცხოვრების წესი და თუ იმ ადამიანის მიმართ, რომელი ადამიანიც ქრისტიანულად, მართლმადიდებლურად ცხოვრობდა, პატრიოტიზმით ცხოვრობდა, სამშობლოს სიყვარულით ცხოვრობდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყო წლების მანძილზე. იქ იცავდა პირდაპირ მნიშვნელობით სეპარატისტები რომ მიადგნენ და დაუწყეს ლაპარაკი, აი, აქედანო იკოთის ეკლესიიდან მოცილდით, აქედანო საერთოდ ფეხი არ შემოადგა, ჩიგნითო სისხლი არ დამიღვრია და სისხლს დავღვრიო აქო საერთოდო და აყარა სეპარატისტები ოკუპირებული ტერიტორიის ეკლესიიდან. და ასეთ ადამიანს თურმე არ აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა? ამათ აქვს თურმე ძმაო. ამათ აქვს. და ეს თურმე ნორმალურია, ეს გადაწყვეტილება თურმე ნორმალურია. ხო და იცხოვრეთ ამნაირ ნორმალურ ქვეყანაში. ჩემთვის ვერასდროს ვერ იქნება ჯაღმაიძე სასულიერო პირი და ვერასდროს ვერ იქნება პატრიარქი ჩემთვის შიო მუჯირი. ორჩა ღმერთმა ქნას რო ვწდებოდი. აი როგორ მინდა იცი რო ვწდებოდე? აი როგორ მინდა? ძალიან მინდა რო ვწდებოდი. სამწუხაროდ არ ვწდები. სამწუხაროდ არ ვწდები და სამწუხაროდ ყველაფერში მართალი რატო აღმოჩნდი? ავიცი, ამის თქმა მინდოდა, კარგად ბრძანდებოდი.